მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ტაძრის გამაგრებითი სამუშაოების პროცესისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 200,000 ლარი გამოყო. მცირე ეკლესიის შემდეგ მცხეთის ჯვრის მთლიანი რეაბილიტაცია რეკონსტრუქციის განხორციელებათაა დაგეგმილი. თათია კუჭუხიძის სიუჟეტი. მთელი ქვა ცხელს რო გაუსვევდით, იყო ფხვნილი და იყრებოდა ქვემოთ. მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილების ძირითადი ნაწილი ქვის ახალი კვადრატებით უკვე შევსებულია, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კიდევ ბევრია დარჩენილი. კედლები, რომელზეც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, მე-6 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. შემდეგი ეტაპი არის, უკვე თქვენ ხედავთ პატარა ნაფრჩქვენებს. ატკეჩილ ეზოლებად. ეს არის საშუალება, რომ ეს ამოვარდეს და მთლიანად ეს აიგერ ხედავთ, რამდენი ზოლი არის. შემდეგი ეტაპი არის, ამ ყველა ნამცეცის მიმაგრება ადგილზე. ატმოსფერული ნალექები ტაძრის პერანგის ქვის დაშლის პროცესზე უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც ძეგლი მუდმივ რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ძალიან რთული პროცესი არის, ძალიან შრომატევადი, შეიძლება ითქვას, რომ იუველირული სამუშაოები არის ჩასატარებელი, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოების მიმართულებით გვაქვს, ბუნებრივია იუნესკოს-თან თანხმდება. ეს რელიეფები გამაგრდა კამბოჯიელებისა და იტალიელის ხელმძღვანელობით. მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესიის ნაწილის საკონსერვაციო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ამისთვის 200,000 ლარამდე გამოყო. სამუშაოების დასრულებას რესტავრატორები 2017 წლისთვის ვარაუდობენ. სწორედ ამ დროს იგეგმება მცხეთის ჯვრის მთლიანი რეაბილიტაციის პროცესის დაწყებაც. ჩვენ ვემზადებით უკვე, რომ მთავარი ტაძრის ქვის რეაბილიტაციის პროექტი მოვამზადოთ და როცა გავსაზღვრავთ უკვე ბიუჯეტსაც და ყველაფერს, რა თქმა უნდა, დამატებით მოგახსენებ. მცხეთის მთლიანი ტაძრის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის იუნესკოს რეკომენდაციების დაცვით შედგენილი პროექტი უკვე მზად არის. დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომლის მიხედვით მცხეთის ჯვარი ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა მოექცეს.